ჭიპა როგორც თქვენ ხედავთ კაცი აქციის მონაწილეები თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტები და მსახიობები დღესაც ტრადიციულად შეკრებილები არიან თეატრალური უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე მათი მოთხოვნებით უცველია ზუკა აქეთაც რო აჩვენოთ აქციის მონაწილეებმა თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტებმა ზევით გადმოფინეს ბანერი უნივერსიტეტიდან თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს და აქ მყოფი ადამიანები რასაკვირველია უწყვეტი პროტესტის 31 დღეს ისევ და ისევ აპროტესტებენ ხელისუფლების რუსულ რეჟიმს და მოთხოვნები რასაკვირველია არის უცვლელი ეს არის იმ პოლიტპატიმრების გათავისუფლება რომლებიც ამ დრომდე რჩებიან პატიმრობაში და ხელახალი არჩევნების ჩატარება პერიოდულად აქციის მონაწილეები აქ კითხულობენ იმ ადამიანების სახელს და გვარებს რომლებიც ამ დრომდე უკანონო პატიმრობაში არიან და პრინციპში პროტესტი თეატრალურ უნივერსიტეტში უკვე რამდენიმე კვირაა გრძელდება აქციის მონაწილეები სტუდენტები და მსახიობები ითხოვენ გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები ანდრო ჭიჭინაძის სახელი და გვარი გაისმა ეხლა რომელიც სამართალდამცველებმა ბიძინა ივანიშვილის პოლიციელებმა რამდენიმე კვირის წინ დააკავეს და მათ სისხლის სამართლის ჩადენილ დანაშაულს ედავებიან აი თქვენ ხედავთ რომ კადრში აი ამ წუთებში თეატრალურ უნივერსიტეტთან აქციის მონაწილეებმა უკვე პრინციპში ჩამოკიდეს ბანერი თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს პრინციპში ამ დღეების განმავლობაში თქვენ არაერთი ბანერი გვინახავს თეატრალურ უნივერსიტეტთან აღმართული თუმცა ადმინისტრაცია იღებს გადაწყვეტილებას რომ ეს ბანერები ჩამოხსნას ახლა რა გადაწყვეტილებას მიიღებს თეატრალური უნივერსიტეტის ადმინისტრაცია სულ ცოტა ხანში გავიგებთ ჩვენ გავესაუბრებით აქ მყოფ ადამიანებს მსახიობები და სტუდენტები არიან აქ როგორც უკვე გითხარით სანდრო სალამი პირდაპირ ეთერში ვართ მოკლედ ჩვენ ვნახეთ აქცია პერფორმანსი თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს და პრინციპში ამ დღეების განმავლობაში ეს არის მთავარი სათქმელი თქვენიც თქვენ უკვე პრინციპში 31 დღეა აქციაზე გახართ და ითხოვთ ამ ადამიანების გათავისუფლებას თეატრალური უნივერსიტეტი ერთ-ერთ სიმბოლოდ იქცა პრინციპში ამ საპროტესტო მარშებისა და აქციების რადგან სტუდენტების ნაწილი უკვე მე-11 დღეა შიგნით შიდა სივრცეში არის ღამეებს ათენებენ იმისათვის რომ დაკმაყოფილდეს მოთხოვნები აი დღეს რას ეუბნებით 31 დღეს ხელისუფლებას და რას ეუბნებით პატიმრებს რომლებიც ამ დრომდე არიან პატიმრობაში მე როგორც ამ უნივერსიტეტის ყოფილი სტუდენტი აი მხარს ვუჭერ ყველას ვინც დღეს ცდილობს რომ ის სამარცხვინო ადმინისტრაცია რომელიც ყავს დღეს თეატრალურ უნივერსიტეტს აი სირცხვილი და ის ჩირქი მოწმინდოს ამ დაწესებულებას და გაჟღერდეს ხალხის ხმა ამ ინსტიტუციიდან ხო და მე აი ამ ადამიანებს ზანდით პატივს ვცემ და აბსოლუტურ მხარდაჭერას ვუჭერ და ვუცხადებ ყველა იმ ადამიანს რომელიც ცდილობს რომ აი ეს ხალხის ხმა და სიმართლე თქვას ამ სივრციდან აი ამ წუთებში განცხადებას აკეთებენ უნივერსიტეტის სტუდენტები და მოგასმენიებთ ახლა პირდაპირ ეთერში მათ განცხადებას ყველაფერი გააკეთა რომ ჩვენი ხმა ჩაეხშო მათ ამ ბრძოლაში საკუთარი უღირსი სახე აჩვენეს ჩვენ კი სტუდენტები დღითი დღე ვძლიერდებით და ჩვენი ხმა უკვე მე-11 დღეა იმაზე ხმა მაღლა ისმის ვიდრე ოდესმე მას შემდეგ რაც უნივერსიტეტი ვამხილეთ ჩვენი მოთხოვნები შეიცვალა და შეუერთდა საზოგადოების მთავარ მოთხოვნებს დაინიშნოს ახალი არჩევნები უპირობოდ გათავისუფლდნენ რეჟიმის პატიმრები თავისუფლებისთვის მებრძოლი მოქალაქეები ჩვენ გვჯერა რომ ისინი მალე ჩვენ გვერდით რუსთაველზე დადგებიან და საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლას განაგრძობენ დღეს პროტესტის დაწყებიდან ერთი თვის თავზე ცოცხალ ჯაჭვში ჩავედით და კიდევ ერთხელ დავანახეთ ერთმანეთს ჩვენი ერთობა ის რისიც სისტემას ყველაზე მეტად ეშინია ჩვენ გვჯერა რომ ამ ერთობით აუცილებლად გავიმარჯვებთ რადგან სიმართლე ჩვენ მხარესაა ის
მისმენთ ახლა განცხადება ერთ-ერთმა სტუდენტმა გააჟღერა და კიდევ ერთხელ მოითხოვა რომ უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ ოფიციალური განცხადება გააკეთოს და გამოუცხადოს სოლიდარობა იმ პატიმრებს რომლებიც ამ დღემდე რჩებიან პატიმრობაში მე აქ ყოფ ადამიანებს გავესაუბრები რომლებიც ესწრებიან ამ აქცია პერფორმანსს და პრინციპში აქ ყოფი ადამიანების მისამართით არიან სოლიდარულები ითხოვენ ხელახალი არჩევნების ჩატარებას და იმ პოლიტპატიმრების გათავისუფლებას რომლებიც არიან ამ დღემდე პატიმრობაში დათა პირდაპირ ეთერში ვართ გითხარით ჩვენ ვნახეთ თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს პრინციპში ეს არის თავარი სათქმელი ამ დღეების განმავლობაში სტუდენტებმა რამდენიმე წუთის წინ გააკეთეს განცხადება მათ კიდევ ერთხელ მოითხოვეს რომ უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ გააკეთოს რაიმე სახის განცხადება მაინც აი თქვენ რას ეუბნებით უნივერსიტეტის ადმინისტრაციას რას ეუბნებით ხელისუფლებას და რაც მთავარია რას ეუბნებით იმ პოლიტპატიმრებს რომლებიც ამ დღემდე პატიმრობაში არიან სტუდენტებმა თეატრალური უნივერსიტეტის რექტორს შესთავაზეს თანამშრომლობა შესთავაზეს რომ დადგეს სწორ მხარეს დადგეს იმ მხარეს სადაც უნდა იდგეს ნებისმიერი უნივერსიტეტი ნებისმიერი ის დაწესებულება იქნება ეს თუ სხვა რაც ეკუთვნის ხალხს უნდა დადგეს ხალხის მხარეს მათ ეს შესთავაზეს რექტორმა პრაქტიკულად არანაირი ნაბიჯი არ გადადგა ან ის ნაბიჯები რაც გადადგა მათი მისამართით იყო აბსოლუტურად მიუღებელი სტუდენტებისთვის, ამიტომ სტუდენტებმა გადაწყვიტეს თავად დააყენონ უნივერსიტეტის სწორ მხარეს. თავად დააყენონ უნივერსიტეტი იმ მხარეს, ხალხის მხარეს, სადაც უნდა იდგეს ეს განსაკუთრებით ეს უნივერსიტეტი, რომელიც არის ხელოვნების, სახელოვნებო სასწავლებელი გახლავთ და აქედან გამომდინარე ხელოვნება ყოველთვის ხალხის სამსახურში და ხალხის მხარეს იყო. ჩვენ ვხედავთ, რომ დღეს ფასადი ამ უნივერსიტეტის არის მთლიანად დაფარული იმ მოთხოვნებით, რომელიც რუსთაველის სულისკვეთებას წარმოადგენს დღესდღეობით უკვე 21 დღე აქციის, სადაც ერთი და იგივე მოთხოვნა ისმის, ახალი არჩევნები ახლავე და თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს. აი ეს მოთხოვნები დღეს აი ამ ფასადზე ძალიან მკაფიოდ იკითხება და სტუდენტებმა მე მინდა მადლობა გადაუხადო მათ და მიულოცო სინამდვილეში და მადლობა გადაუხადო როგორც ამ უნივერსიტეტის ყოფილმა სტუდენტმა და ყოფილმა პედაგოგმა ამ უნივერსიტეტის, რომ ეს უნივერსიტეტი დღეს ნამდვილად დგას იქ, სადაც უნდა იდგეს სახელოვნებო სასწავლებელი, ეს მათი დამსახურებაა. ბატონო, დიდი მადლობა და პრინციპში სტუდენტებმა ნამდვილად აჩვენეს დიდი ძალა, რომ მათ შეუძლიათ რომ შეცვალონ ყველა ის რუსული რეჟიმი, რაც არ მოსწონს. ნია გუგავა არის ასევე საპროტესტო აქციაზე. ნია, მოთხოვნები არის უცვლელი. ეს არის რეჟიმის პატიმრების გათავისუფლება, თქვენი კოლეგებიც, თქვენი მეგობრებიც ამ დრომდე რჩებიან პატიმრობაში გამოგონილი ბრალდებებით. უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ჩვენ როგორც ხვდებით არ აკეთებს ოფიციალურ განცხადებას და ამაზეც სტუდენტები არიან გაბრაზებულები და შესაბამისად ეს გაბრაზებაც არის ლეგიტიმური. დღეს რას ვთხოვთ თქვენ უпростоრეთ ამ ადმინისტრაციისგან და პრინციპში ხელისუფლებისგან, რომელიც არის არალეგიტიმური. დიახ, უნივერსიტეტი არ აკეთებს ღირსეულ განცხადებას და არ აჟღერებს სტუდენტების ხმას. ეს არის მიზეზი, რომ მე 11 დღეა 24 საათის განმავლობაში ვიკავებთ უნივერსიტეტის ფოიეს, რადგან გვიქმნიან ყველანაირ პრობლემას, რომ უნივერსიტეტში თუნდაც შევიდეთ, კარის ჩაკეტვა, გათბობის გამორთვა, მაგრამ მინდა უთხრა, სანამ ჩვენი მეგობარი ანდრო ჭიჭინაძე და ყველა სხვა უკანონოდ დაპატიმრებული ადამიანი ციხეში ზის, ჩვენ ვერ შეგვაშინებენ ცივი ატაკზე წოლით და ამ ბრძოლაში უფრო ძლიერები ვართ ჩვენ. ასევე მინდა ერთი რაღაც უთხრა ზოგადად საქართველოს ყველა უნივერსიტეტის რექტორს მინდა უთხრა ასეთი რამ. ჩვენ რექტორთან კომუნიკაცია გაწყვეტილი გვაქვს, მივხვდით რომ უბრალოდ მასთან საუბარს აზრი არ აქვს, რადგან ერთად არ ვდგავართ. რექტორებს მინდა მივმართო, რომ სტუდენტები ვაპროტესტებთ სისტემას და ჩვენ თუ დავინახავთ, რომ ჩვენი უნივერსიტეტის რექტორი და უნივერსიტეტის წარმომადგენლები არიან სისტემის მონაწილეები, მაშინ გამოდის რომ ჩვენ ვებრძვით მათაც. და მინდა ასეთი რამე უთხრა, რომ მათ აქვთ შანსი, რომ დადგნენ სიმართლის მხარეს, სტუდენტების მხარეს და თუ გახდებიან სისტემის მსხვერპლები, ჩვენ მათ დაცვაზე გადავალთ, რადგან ჩვენ ვიცავთ ყველა სისტემის მსხვერპლს და ვებრძვით ყველა სისტემის წარმომადგენელს. პრინციპში რამდენიმე უნივერსიტეტმა ოფიციალური განცხადებაც გააკეთა სასწავლო პროცესის შეწყვეტა. თეატრალური უნივერსიტეტი არ არის ის უნივერსიტეტი, რომელიც სტუდენტების მოთხოვნას დაემორჩილა. ნიას უსმენთ თქვენ პირდაპირ ეთერში და მოთხოვნებიც მოვისმინეთ ჩვენ მისგან მე გავესაუბრები აქციის სხვა
მონაწილეებსაც, როგორც გითხარით, თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტები და მსახიობები არიან აქ შეკრებილები. Გითხარით, რას ეუბნებით დღეს თეატრალური უნივერსიტეტის ადმინისტრაციას? მთავარი სათქმელი პრინციპში უკვე ითქვა, ეს არის რომ გააკეთონ ოფიციალური განცხადება, რომ გმობენ იმ ქმედებებს, რაც ჩვენ რამდენიმე დღის განმავლობაში რუსთაველის გამზირზე ვნახეთ და სოლიდარულები იყვნენ სტუდენტების მიმართ, რომლებიც უკვე მე-11 დღეა უნივერსიტეტის ფოიეში ღამეებს ათენებენ. რას ეუბნებით ხელისუფლებას და პრინციპში იმ პატიმრებს, რომლებიც უკანონოდ არიან დაკავებულები? თავისთავად აუცილებლად თავისუფლება რეჟიმის ყველა პატიმარს და ხელისუფლებას და აი ამ ადამიანებს, ვინებიც სოლიდარობას არ უცხადებენ პირველ რიგში ამ ადამიანებს და სტუდენტები რასაც ითხოვენ, მათ მინდა უთხრა, რომ ეს ბრძოლა იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე დასრულდება და დასრულდება ჩვენი გამარჯვებით ქართველი ხალხის და ყველანი აუცილებლად იქნებით პასუხისგებაში რა იმის გამო, რასაც თქვენ ეხლა აქ რა დანაშაულსაც ჩადიხართ და ხელისუფლებას უბრალოდ იმას ვეტყვი, რომ ძალიან ცოტა დაგჭართ მეგობრებო და ხო, გამარჯვება ახლოს არის და აუცილებლად ყველაფერი დასრულდება ჩვენ სასიკეთოდ, რა თქმა უნდა. მადლობა. აქციის ერთ-ერთ მონაწილეს უსმენთ, მოკლედ პროტესტი გრძელდება რუსთაველის გამზირზე, დღეს უწყვეტი პროტესტის 31 დღეა, რამდენიმე მარში დედაქალაქის მასშტაბით მთელი დღეს განმავლობაში გრძელდებოდა, შემდგომ კი უკვე აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე მოიყარეს თავი, ხვალ უკვე დილის 9 საათზე დაიწყება სხვადასხვა მსვლელობები რუსთაველის მეტროდან, რომლებიც უკვე გადმოინაცვლებენ საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს და მოკლედ მთელი დღეს განმავლობაში დღესაც და პრინციპში ხვალაც დედაქალაქში უწყვეტი პროტესტი ისევ და ისევ გაგრძელდება.